შეიძლება ასე ითქვას, მოგეხსენებათ სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარდა ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები და გაიმარჯვა თან მეორე ტურში ბადრა გუმბამ, რომელიც როგორც ამბობენ არის ბადრი გაბუნია, მე დიდად ამ ვერსიას არ მივსდევ ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანი რასთანაც და ვისთანაც აკეთებს იდენტიფიკაციას, ის არის და არა ის, ვინ ჩვენ წარმოგვიდგენია და ის გენეტიკურად, თუმცა გენეტიკასაც აქვს თავისი მნიშვნელობა ბუნებრივია. მან აჯობა ადგურ არძიმბას, ეს არის კანდიდატი, რომელიც ითვლებოდა რუსეთის კრემლის ფავორიტად, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ის გამოჩნდა სეპარატისტული აფხაზეთის პოლიტიკურ ავანსცენაზე. მოგეხსენებათ, რომ აი ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების წინ და საერთოდ ამ არჩევნების დანიშვნა საჭირო გახდა იმის გამო, რომ აფხაზეთში იყო დაპირისპირება, ეს დაპირისპირება მოჰყვა ბჟანიას მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ინვესტირების უფლების მიცემას აფხაზეთის ტერიტორიაზე. თქვენ იცით, რომ აფხაზეთში არავის აქვს უფლება შეიძინოს უძრავი ქონება და მიწა განსაკუთრებით, თუ ის არ არის ეგრეთ წოდებული აფხაზეთის მოქალაქე, ხოლო ქართველებს იქ მცხოვრებებს საერთოდ არ აქვთ მოქალაქეობა. ესეც იცით ალბათ თქვენ. სწორედ ამის გამო რუსეთმა შეუჩერა საბიუჯეტო გადარიცხვები აფხაზეთი მოგეხსენება დე-ფაქტო აფხაზეთი დოტაციაზე და ასევე ენგური გაჩერდა და აფხაზეთში შეიქმნა ელექტროენერგიის დეფიციტი, რუსეთი ასევე არ აწვდიდა ელექტროენერგიას, ამის გამო ძალიან მკაცრი გრაფიკი იყო მთელი ზამთრის განმავლობაში დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე. მოკლედ არჩევნები ეგრეთ წოდებული 15 თებერვალს უნდა გამართულიყო, ხოლო 6 თებერვალს ჩვენ მეხსენებული ბადრა გუმბა ჩავიდა მოსკოვში, ის ასევე გეტყვით, რომ ეგრეთ წოდებული ვიცე-პრეზიდენტი გახლდა და ბჟანია რომ გადადგა ისასრულებდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მოვალეობას და მოკლედ ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა რუსეთის ვიცე-პრემიერ ნოვაკს და ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ასევე ფინანსთა მინისტრს რუსეთის ფედერაციისა და უკვე 7 თებერვალს 340 მილიონი რუბლი გადაურიცხა მოსკოვმა. სოხუმს ეს დაახლოებით 3.700.000-მდე ამერიკული დოლარია და ასევე გაზარდა ელექტროენერგიის მიწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში მოიხსნა გრაფიკის აუცილებლობა ელექტროენერგიაზე.